საღამოშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. პირდაპირ ეთერშია გადაცემა კრიტიკული აზრი და მე მისი წამყვანი გიორგი ლომია თქვენთან ერთად ვიქნები 50 წუთის განმავლობაში. თქვენ როგორც ყოველთვის შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში, ისაუბროთ თქვენთვის საინტერესო თემებზე, ან ამყვეთ იმ კონკრეტულ თემაში, რომელსაც მე შემოგთავაზებ და მე პრინციპში მინდა გავაგრძელო სოციალური თემა. წინა გადაცემაში, ნათი ამაზანაშვილის გადაცემაში, ბევრი ზარი იყო, მეც მოვისმინე, სანამ მოვდიოდი გზაში უსმენდი და ძალიან ბევრი ზარი იყო ისეთი, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს. სამწუხაროდ ეს არ ხდება ხოლმე ოპერატიულად ხელისუფლების მხრიდან და ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ ხდება, მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე რაღაც გამონათება მოღრუბლულ ცაზე და შეიძლება ვიღაცას დაეხმარონ, ჩვენი ამოცანა რა არის, რომ მივიტანოთ ხელისუფლებამდე ეს პრობლემები, თუმცა მე შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლებამ უჩვენოდაც კარგად იცის ხალხს რა უჭირს და რა უხინს, მაგრამ მაინც, როდესაც ტელევიზიითაც ითქმევა, როდესაც ბევრი ადამიანი რეკავს, სხვა რეაგირება აქვს შემდგომ ხელისუფლებას. უნდა გქონდეს ყოველ შემთხვევაში ხელისუფლებას. და ძალიან მინდა ვთხოვო, მე იცით თქვენ, რომ ჩემს გადაცემაში არასოდეს არავის არ ვუშლი დარეკვას ეს პრო სახელისუფლებო მაყურებელი იქნება თუ ოპოზიციურად განწყობილი, ამას მნიშვნელობა ჩვენთვის არ აქვს. მე ყველას ვაძლევ საშუალებას, რომ თავისი აზრი დააფიქსიროს, უბრალოდ ერთი თხოვნა მაქვს იმ ადამიანების მიმართ, ვინც რეკავს და აკებს ხელისუფლებას და ლანძღავს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, რომ თქვენ ამით სიკეთეს ეს თქვენი შემოსვლა ეთერში და ქება დიდება და ლანძღვა იმ ადამიანების, ვისაც მართლა უჭირს, ამ ლანძღვით სიკეთე არ მოგაქვთ ხელისუფლებისთვის. ანუ პირიქით თქვენ უფრო აბრაზებთ და უფრო აღიზიანებთ იმ ადამიანებს, ვისაც მართლა უჭირს, იმიტომ რომ ეს ხომ ინტერნეტი არ არის, ეს არის ცოცხალი საუბრები, ეს არის ცოცხალი ხალხი. ტროლები არ არიან ნამდვილად. ადამიანები ინტერნეტში, როდესაც თქვენ გონიათ, რომ ამინც ქმნით და რამოდენიმე ტროლი რაღაც აზრს აყალიბებს და მერე ხალხი ყვება, ტელევიზიაში ეს ასე არ მუშაობს. აქ ადამიანები რეკავენ, იმიტომ რომ მართლა უჭირდა. ეხლა 100 კაცმა დარეკა, რომ მიჭირდა, 2 ადამიანმა დარეკა, რომ რატო გიჭირთ, კარგად უნდა იყოთ. ეს უფრო აბრაზებს იმ ხალხს. ანუ აზრი კი არ შეეცვლება, როგორ შეიძლება ადამიანს, რომელსაც უჭირს, თქვენ შეუცვალოთ აზრი და შთააგონოთ ის, რომ ის ცდება და მას სინამდვილეში არ უჭირს და რაღაცებს იგონებს. ეს ხო აბსურდია. ამიტომ თხოვნა მაქვს, დარეკავთ, გააღიზიანებთ ისედაც გაბრაზებულ და გაღიზიანებულ ხალხს. ზარია ეთერში შემოუშვით. ისაუბრეთ პირდაპირ. დიდი ლაპარაკი მიმდინარეობს, მაგრამ საერთოდ რო თქვა. აბა თუ მადამაცებით რო თქვა. თქვენ ამბობთ, თქვენ საუბრობთ, მე ჩუმად ვარ, დაუწიეთ ტელევიზორს. ტელევიზორს თუ გამორთამ ტელევიზორს. გამორთე. თუ გამორთამ ტელევიზორს. გამორთე, კაცო. აბა გამორთე მე ტელევიზორი, თუ გამორთე. მაგრამ ცხოვრება ისი რა არის? აი მარტო ერთი სიტყვა თქვა, რამდენი 51 წელში დავიბადე მე. 51 წელში და საერთოდ ჯამში რომ თქვა და ვილაპარაკო, გორის რაიონიდან ვარ მე პირადად. 800 ჰექტარი აეგრე გდია ხელუხლებელი, 800 ჰექტარი. რატო გდია 800 ჰექტარი? ვინ ეს მთავრობა არის? რამდენი წელი დადია, სტალინმა იბრძოლა ის რომ
მთელი ამბავი გააკეთა და დღეს ერთი სიტყვა არ ახსენებულა სტალინის მიმართვაზე. ესეთი რამე ადამიანი ვიღაც მე მithumetes დავიბადე 51-ში 53-ში ის მოხდა. მართალია, მაგრამ ცხოვრებამ საერთოდ უნდა განსაზღვროს ის ადამიანი ვინა ისეთი ადგილებია გორში ეკლესიები იცი რა ხელა მთებზე არის აშენებული რა უდელმა აშენა იტინი უდელების აშენებულია არავით არის უდელის აშენებული არ არის საერთოდ ვახშე და გლეხის აშენებულია იქ და გლეხებმა გააკეთეს ის ყველაფერი ვახშე და ძალიან ძნელია ვახშე რომ ვილაპარაკო მე აღარ არის ხო პორტა მე აღარ ვიტყვი და არ არის ჩემი სალაპარაკო გლეხს მართალია უჭირს ყველას უჭირს მაგრამ როგორც ასეთი აი მარტო სტალინზე ალაპარაკი და მეორე ესა რომ ეკლესიები ვიქო მაშენებულია ეგ ძველებურად დაცვა იყო გლეხების დაცვა იყო რომელიც ოდისგანვე შემოწმებული მოდით იცი როგორ აქვთ ახლა მე სიმართლე რომ გითხრათ ბოლომდე ვერ გავიგე თქვენ რა გინდათ ანუ აზრს ანუ საითკენ მიყავთ თქვენი აზრი რის თქმა გინდათ ან კითხვა გინდათ ან რაღაცის თქმა გინდათ კონკრეტულად ჩამოვაყალიბეთ იმიტომ რომ სტალინზე გავიგე რაღაც უკმაყოფილო ხართ რომ სტალინზე არ საუბრობენ იქ მღვდელს არ აუშენებია გლეხმა აშენ ანუ ეს ინფორმაცია რას გვაძლევს ჩამოვაყალიბეთ თქვენი აზრი უბრალოდ მოკლედ გითხარით ის რომ აი კაცმა დიახ და რითვე ვერ დავაკრონ კონკრეტე ყველაფერი სტალინ რამდენი ომიანობა გავიდა და რამდენი მაიმუნობა გავიდა რამდენი მთავრობა გავიდა არა ადამიანები და ის ერთი კაცი რომელიც ცხოვრების მანძილზე ის რომობდა პოლიობდა რაღაცას ხალხის გეგდა არავით არ შემწუხა შეერგო მადლობა გასაგებია მადლობა მეგობრებო ისტორიის მოყოლა, ანუ ბევრმა იცის მაყურებელმა ისტორია, სტალინზეც იცის ისტორია, საბჭოთა კავშირზეც, უახლესი ისტორიაც ახსოვს ყველას. ისტორიას ნუყვებით, უბრალოდ კონკრეტულად ან კითხვა დასვით, ან რაღაც კომენტარი გააკეთეთ იმ დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ გაწუხებთ. ზარია ეთერში მოუშვით. გისმენთ, ისაუბრეთ. გამარჯობა. მოგესალმებით. 90 წლისა ვარ. ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ. ერთი წუთი ტელევიზორს ჩაუწყიოს. კი ბატონო. 90 წლის კაცი ვარ. უმაღლესი კლასის სპეციალისტი ვარ. ხო. სარსებო წყარო. ხო. მომიხსნეს უკვე მეშვიდე ლიტაბია. ნიჟერის გავარდია, მაგრამ ვერაფრით ვერ მოდიში თუ უკაცრავად, რას არსებობს წყარო მოგიო, პენსია მოგიხსნეს? დახმარებას მაღლებენ, დახმა ინვალიდი ვარ, 2 ინფარქტი. პენსიასთან ერთად დახმარებას გაძლევდნენ და ეხლა დახმარებას აღარ გაძლევენ? არა. ინვალიდი ვარ. ხო. 2 ინფარქტი მაგადადადი, ერთი ინსულტი. 90 წლისა ვარ. ვერაფრით ვერ დავიბრუნე ესისა. ამაზე იყო მიმბული შეშა მომიტანეს ერთ. ხო. ვაფშე ყურადღებას არ გვაღწევენ მეხუთეო. ყურადღებას. ხო. სახლი არა მაქვს, კარი არა მაქვს. ზოვრობ ჩამოვიმართ. მიტოვებულ შენობაში და წვარო მაგაფერია დღეს წყალი გაფუძნა ამიკეთეს მადლობა. აი ამ საქმეზე ვერაფრით ვერ იმაშქენ. გასაგებია. ის საფუძველზე მომიცნეს, წერილი მომიტანეს, რომ სახელმწიფო გაკოტრდა და ბატონო გაკოტრდით თქვენს. აი ესეთი წერილი მაქვს. აი ორშაბათ მოვდივარ და შეიძლება მოგიტანოთ ეს წერილი მაქვს. ნუ თუ მოგვაწვით ასეთ წერილს, კარგი იქნება, იმიტომ რომ ჩემთვის ცოტა გაუგებარია, როგორ შეიძლება ასეთი იურიდიული განმარტება არსებობს.
ხო და ნუ მე ასეთ განმარტებას არ შევხვედრილა არასდროს გაკუთვნილ სახელმწიფო. აი რაღაცა. კარგი იქნება თუ რამენაირად მოგვაწვდით ამ წერილს რომ ჩვენ რაღაც კომენტარი გავაკეთოთ. ახლა კომენტარს სამწუხაროდ ვერ გავაკეთებ და გამგეობას უნდა მიმართოთ. თქვენ რაიონიდან გვირეკავთ ხო სავარაუდოდ? კი, ბორჯომიდან. ბორჯომიდან, აი ბორჯომის მუნიციპალიტეტს უნდა მიმართოთ თხოვნით. უკვე მიმართეთ და ასეთი პასუხი მიიღეთ. გასაგებია. 7 წელია, 7 წელიწადია უკვე. გასაგებია. იქნება რაღაცნაირად მოგვაწოდოთ. პროკურატურაში შინაბოინე მე. კი ბატონო, იქნება რამენაირად მოგვაწოდოთ ეს წერილი და მე უკვე რაღაც სხვანაირ კომენტარს და სხვანაირად ვისაუბრებთ ტელევიზიით. მადლობა ზარისთვის. მადლობა. ანუ ჩვენ ვიცით რომ ეხლა რაღაც შემოწმებები მიდის საკვე პროდუქტებზე, სხვადასხვა სასურსათო მაღაზიებში შესულია ვიღაცა ამბობს სუსია, მე არ ვიცი ხო სუსია შესული წესით ფინანსური ინსპექცია უნდა შედიოდეს და ამოწმებდეს. ან სასურსათო ინსპექცია ახლა სუს რა ესაქმება იქ, არ ვიცი, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რისთვის არის ზოგადად ეს შემოწმება, რისთვის კეთდება. ზოგადად უნდა კეთდებოდეს შემდეგი რამე. საკონტროლო შესყიდვა, ანუ უნდა შედიოდეს კონკრეტული უწყების აგენტურა სხვადასხვა მაღაზიაში, რომელიც მათ აინტერესებთ, უნდა აკეთებდნენ საკონტროლო შესყიდვებს და თუ ის შესყიდვა გვიჩვენებს, რომ მომატებულია ფასები სხვადასხვა პროდუქტზე, მე უკვე საფინანსო შედის ამოწმებს თუ იმ დოკუმენტაციას რა ბრუნვა აქვს მაღაზიას, რატომ აქვს ესე აწეული ფასები, მაგრამ ამასაც ვერ შეამოწმებს თუ მანამდე არ იყო კონტროლი ფასებთან დაკავშირებული. ანუ თუ ანტიმონოპოლიური სამსახური არ მუშაობს, თუ არ არსებობს ფასების კონტროლი სახელმწიფო უწყების მხრიდან და ასე შემდეგ, ბუნებრივია მე ვერ შეხვალ და ვერ კითხავ, რატო გაქვს აწეული ფასი, ხო ასეა და თუ აქვს აწეული ფასი, შესვლა და გამოსვლა კი არ არის საჭირო. შეგიძლიათ დააკეთო ქსელი, სანამ არ გადამოწმდება ყველაფერი. ისე კი არა რომ შეხვიდე გამოხვიდე. არა, თუ ხედავ რომ რეალურად არის ფასები აწეული და არ უნდა ყოფილიყო აწეული ფასები, ის ქსელი იკეტება, მე ხდება სრული შემოწმება და უკვე შემდგომ ან იხსნება ქსელი, ან საბოლოოდ ერთმევა ლიცენზია და მორჩა, მაგრამ ის რომ ქვეყანაში ფასები არის აწეული, იმიტომ რომ 100,000 კაცზე 113 მაღაზია მუშაობს და ევროპაში 46, მე ვფიქრობ, რომ ეს არის აბსურდი, იმიტომ რომ რაც მეტი მაღაზია, მით უფრო დიდი კონკურენცია და წესით და ლოგიკით პირიქით ფასები უნდა იყოს დაწეული და ჩვენთან რაც უფრო მეტი მაღაზია, მით უფრო მაღალი ფასები გვაქვს, რა ლოგიკაა ამაში, ანუ ეს აბსურდია, რა თქმა უნდა, არანაირად არ არის კავშირში მაღაზიის რაოდენობასთან. მაგრამ ჩვენ გვეუბნებიან რომ ვინაიდან ბევრი მაღაზია, იმიტომ არის აწეული ფასები. კარგი. ეს აბსურდია, ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ასევე ცდილობენ აგვიხსნან, რომ პენსიებს ვერ მოუმატებენ, იმიტომ რომ მე მოხდება ინფლაცია ქვეყანაში. აბსურდია. როგორ შეიძლება მოხდეს ინფლაცია, თუ თქვა თუნდაც 200 ლარით პენსიონერს პენსიას მოუმატებ. რა აბსურდია. და დღეს რა იმ პენსიონერებს არ ეხმარებიან ოჯახის წევრები, ანუ უცხოეთიდან არ შემოდის თანხები? თუ მართლა გონიათ, რომ ის პენსიონერი 350 ლარზე ცხოვრობს. ვერ იცხოვრებს, ხო? ესე იგი, მას ვიღაცა აძლევს ფულს. და ისე ვიღაცა რომ არ აძლევდეს და სახელმწიფო ვიღაცა რო აძლევს ფულს, ინფლაცია არ ხდება. უცხოეთიდან შემოდის ეს ფული. და ინფლაცია არ ხდება და თუ სახელმწიფომ მისცა, მაშინ ინფლაცია მოხდება? ესეც აბსურდია. მაგრამ ვიღაცებს ალბათ ჯერ არ ვიცი, ზარი ეთერში მე გავაგრძელოთ. გისმენთ? ისაუბრეთ. საღამოშიდობის ბატონო გიორგი. საღამოშიდობის.
ბატონო გიორგი, მე თითქმის ყოველთვის უყურებ თქვენს გადაცემას და ხშირად გადაცემა ისე დასრულდება, ვერ გავდივარ. ძალიან რთულია თქვენთან დაკავშირება და ერთი შეკითხვა მექნება, თუმცა მე ამის არ ვამთავრებ, სხვა შეკითხვა მექნება თქვენს მიმართ. არის თუ არა შესაძლებელი ხუთშაბათობით თქვენი გადაცემა იყოს დაახლოებით ორჯერ მეტი? არის თუ არა ამის შესაძლებლობა და მე სხვა შეკითხვა მე მინდა ზოგადად სოფიოში მიმდინარე მოვლენებს ევეხო და ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, როგორც თქვენ პოლიტიკოსი. აი ხო ხედავთ რა ხდება ამერიკის კონტინენტზე, ვენესუელაში რა მოხდა ახლა მისი პოლიტიკა ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს ეს სხვა საკითხია, მაგრამ ასეთნაირად უხეშად ჩარევა და რაც მადუროს გაუკეთეს ეს ხომ საერთაშორისო ნორმების დარღვევაა, კი ბატონო. ჩაგვრა პატარა ქვეყნისა და მე სხვებსაც ემუქრება კოლუმბიას, კუბას, გრენლანდიას. გრენლანდიას მithusება დააწერა და რა ვიცი, ალბათ წაიღებს, არ წაიღებს, ესეც გასაკვირია და აქეთ ახლო აღმოსავლეთში რა მდგომარეობა იყო და მე მაინტერესებს თქვენი აზრი, ბატონო გიორგი. ჭირდება თუ არა საქართველოს გამოკვეთილი საგარეო პოლიტიკის წაყვანა? იცით რა, ჩვენ ვითომ ყველასთან გვინდა, მაგრამ იმავდროულად არავისთან არა ვართ, მაინც და მაინც ახლო მეგობრობა არც ერთთან არა გვაქვს, რამდენადაც მე ვაკვირდები. რა თქმა უნდა, რუსეთთან პრობლემა გვაქვს, დასავლეთთან მაინც და მაინც არ ვეხატებით. ხედავთ თქვენ ყველას იწვევენ რა სხვადასხვა შეხვედრებზე, მაინც და მაინც საქართველოს იქ არ წინავს და ეს დასანანია და რა თქმა უნდა საწყენია ყველა ჩვენთაგანისთვის და აი რო გამოკვეთილი პოლიტიკა გქონდეს, არავის მიმართ ხისტი არ ვიყოთ და აი ვიღაცასთან უფრო ახლოს რო ვიყოთ, ხომ არის საჭირო? ამერიკა მაინც და მაინც სანდო არ ყოფილა როგორც ვატყობთ, თუმცა როდისმე იქაც რო იფეთქოს შიდა ომებმა, ხო არ არის გამორიცხული იქ ხუთივე კონტინენტის მილიონობით ხალხი ცხოვრობს მოსახლეობა და არ არის გამორიცხული როდისმე იფეთქოს ეროვნულ ნიადაგზე და აი ვისთან უნდა ვიყოთ გამოკვეთილად უფრო ახლოს ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი სარწმუნოების გათვალისწინებით და ხო არის ანდაზა 100-ჯერ გაზომე და ერთხელ მასშერი ისიც შეიძლება ჩვენ არ გვეყოს და შეიძლება დაგჭირდეს 1000-ჯერ გაზომე ჩვენი ყველაფრის გათვალისწინებით, გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენ სამომავლოდ რა უფრო გჭირდება, თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს, ვისთან უნდა ვიყოთ? აი ხო ხედავთ დიდი ქვეყნები როგორ ინაცვლებენ გააუქმებას და როგორ ინაცვლებენ, ნუ ყველა თავის სასარგებლოდ მოქმედებს და ჩვენთვის სასარგებლო უფრო ვისთან იქნებოდა, ვისთან და მიმიხვდით, მე მგონი საერთოდ მიმოყვარაკი და იქნებოდა ჩვენი ადგილი უფრო მისაღები ჩვენთვის, რომ გადავრჩეთ ყველანაირად. გასაგებია, რომ დაამთავრებთ კითხვას, ნუ გახვალთ ეთერიდან, კარგით? დარჩით ხო, ხაზზე დარჩით. პირველ კითხვას რაც შეეხება გავაორმაგოთ გადაცემა, სავარაუდოდ ხუთშაბათს არ გამოვა, თქვენ იცით რომ ჩვენ ორშაბათს გვაქვს, ორი ნაწილი გადაცემის, მაგრამ ხუთშაბათს ბადე შევსებულია ეს რთული პროცესია. რაც შეეხება მეორე კითხვას, ის რაც მოხდა ვენესუელაში ბუნებრივია საერთაშორისო ნორმების დარღვევა იყო. და საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო პრინციპში ეს საქციელი, ევროპელებმაც დაგმეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა ღიად დაგმო ეს საქციელი, ხო? ამიტომ იმას ვერ ვიტყვით, რომ ვინაიდან ამერიკა იყო, ყველა გაჩნდა. არა. უბრალოდ ის რეაგირება და ის რასაც ელოდებოდა მსოფლიო, ასეთ რეაგირება არ იყო და ასეთი რამე რომ რუსეთს გაეკეთებინა, კი გესმით ხო რაც მოხდებოდა. რა თქმა უნდა. კი, ხო და აქედან გამომდინარე ბუნებრივია რომ ჩვენ ვგრძნობთ რაღაც ნაკლებობას, რეაგირების ნაკლებობას ვგრძნობთ და ეს აკლია მსოფლიოს ამ ეტაპზე. თუმცა
ის რაც მოხდა, იმასაც არ ველოდებოდი. აი მაგალითად, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაგმობდა ამ სპეცოპერაციას, ამას არ ველოდებოდი და ძალიან კარგია, რომ ეს მოხდა. და სხვა ევროპული ქვეყნების სხვადასხვა ლიდერებმაც გააკეთეს მსგავსი განცხადება. რაც შეეხება გრენლანდიას, მაგალითად ტრამპმა ილაპარაკა დაოსის ფორუმზე, აი ახლა ბოლო გამოსვლა რაც ჰქონდა და მარკ რიუტემაც ისაუბრა და თქვეს, რომ თითქოს და მიაღწიეს შეთანხმებას. ისეთ შეთანხმებას მიაღწიეს, რომ ყველა კმაყოფილი იქნება. ანუ გრენლანდიის, დანიის მთავრობაც კმაყოფილი იქნება, გრენლანდიელი ხალხიც, აბორიგენი ხალხიც კმაყოფილი იქნება და შეერთებული შტატებიც კმაყოფილი იქნება. როცა კითხეს ეს იმაზე, ანუ რაზე მიდის საუბარი იმაზე, რომ შეერთებული შტატების სრულ გავლენის ქვეშ გადადის გრენლანდია, ამაზე პირდაპირი პასუხი არ გაუწია, ხო? ანუ თქვენც ხო უსმენდით ალბათ, ხო? არ გაუწია ტრამპმა თქვა შემდეგი რამე, რომ გრძელვადიანი პროცესი არისო და გრძელვადიან პერსპექტივაში ბუნებრივია გრენლანდია იქნება ჩვენი კონტროლის ქვეშო. მაგრამ რამდენი დრო დაჭირდება ამას, თვითონ თქვა, რამდენი დრო დაჭირდება, მე ახლა ვერ გეტყვით. ჩვენ ვიცით, რომ გრენლანდიის ტერიტორიაზე იყო ამერიკული ბაზები, ხო? ანუ მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც დანიაში შევიდნენ გერმანელები, მაშინ გრენლანდია ფაქტიურად დაიხსნა შეერთებულმა შტატებმა. იქ მერე განლაგდა მათი საავიაციო გახსნეს საავიაციო ბაზა და უბრალოდ ეხლა რატომღაც უმოქმედოა ეს ბაზა, ტერიტორია დარჩა, მაგრამ ბაზა უმოქმედოა. თუმცა კონკრეტული რაღაც დანადგარები დღესაც დგას და მუშაობს. ეხლა რატო ჭირდება გრენლანდია შეერთებულ შტატებს საკუთრებაში? დავივიწყოთ ის, რომ 1868 წელსაც ჰქონდათ მცდელობა, იმის მერე კიდე სამჯერ ჰქონდათ მცდელობა ყიდვის და ასე შემდეგ. დავივიწყოთ ის, მაშინ არც ნატო არსებობდა და არც რუსეთი და არც ბალისტიკური რაკეტები არსებობდა მაშინ. დღეს ეს ყველაფერი არსებობს და ტრამპი უყურებს გრენლანდიას როგორც ადგილმდებარეობას, საიდანაც ის გააკონტროლებს რუსეთის მიმართულებასაც და ბუნებრივია ევროპის მიმართულებასაც. ისე გააკონტროლებს, რომ საკუთარი სახლიდან ის შორს იქნება. გესმით, ეს არის ყველაზე კარგი სტრატეგია. როდესაც შენ აკონტროლებ ობიექტებს, მაგრამ ამ დროს თუ კი მოხდება დაბომბვა, შენ საკუთარ სახლს კი არ ბომბავ, ამერიკა კი არ დაიბომბება ის ლოკაცია, საიდანაც გაისვრი ბალისტიკურ რაკეტას გაისვრი თუ რა ქვია კონტინენტალთა შორის რაკეტას გაისვრი მნიშვნელობა არ აქვს. ანუ შენ უსაფრთხო გარემოს აზიანდება თვითონ. კი, უსაფრთხო გარემოს უქმნის საკუთარ ქვეყანას და ნებისმიერი ლიდერი პრინციპში ამაზე უნდა ზრუნავდეს, ხო? ანუ ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, როცა შენ აძლიერებ საკუთარ ქვეყანას, თან აძლიერებ ისე, რომ ის ორმაგად უსაფრთხო ხდება. ეს ერთი. და რატო უნდა რომ იყიდოს? იმიტომ რომ ინფრასტრუქტურის განვითარება გრენლანდიაში ისე რომ შენ საკუთრებაში არ იყოს, აღარ უღირს ამერიკას. ძალიან დიდი ფული უნდა ჩადოს ამ დროს ფაქტიურად ნაკირავებს სახლში. ეს იგივე რომ თქვენ შედიხართ ქირით, თქვა 1 წლით, 2, თუნდაც 3 წლით შედიხართ რომელიღაც სახლში, ქირაობთ ბინას და იმ ბინაში უნდა გააკეთოთ ძალიან მაგარი რემონტი. ხო არ გააკეთებთ, არ გიღირთ, ხო ძალიან მაგარი რემონტი, იმიტომ რომ 2 წელიწადში, 3 წელიწადში უნდა დატოვოთ ეს ბინა და ამ ხელა ფული რომ დახარჯოთ, ამ ფულს არავინ არ დაგიბრუნებს. ფაქტიურად აი დაახლოებით ასეთი შედარება რომ გავაკეთოთ. იმასაც არ სურს სხვის ტერიტორიაზე ისე განავითაროს ინფრასტრუქტურა, ისე განავითაროს თავდაცვითი სისტემები, რომ მერე ოდესღაც მას მოუწიოს ან ქირის გადახდა, ან გასვლა, აი როგორც ახლა ავიაბაზა გქონდათ და გავიდნენ, ხო? ის ფული ხო დაიკარგა ფაქტიურად, რაც დახარჯული ჰქონდა იმ ავიაბაზის ინფრასტრუქტურის მოწყობაში. და ეს გასაგებია, ჩვეულებრივი პროცესია, თანაც განვითარდება თვითონ კუნძული.
მე არ მგონია რომ მაგალითად იქაური მაცხოვრებელი გრენლანდიის მაცხოვრებელი თლად წინააღმდეგი იყოს. უბრალოდ სავარაუდოდ რაღაც მაინც ფართო ავტონომიას მოითხოვენ. და იმ ფართო ავტონომიის პირობებში, როგორც ვთქვათ, აჭარა არ არის ფართო ავტონომია, მაგრამ ავტონომიური რესპუბლიკაა, აჭარის რეგიონი, მაგრამ არის საქართველოს შემადგენლობაში, ხო? ანალოგიურად, ვთქვათ, იქნება შეერთებული შტატების ერთ-ერთი შტატი, მაგრამ თავისი ავტონომიით. მთლად შტატის შეიძლება შტატის საკანონმდებლო ბაზა არ შექმნან, მაგრამ რაღაც ავტონომიური რესპუბლიკის იურიდიული ფორმით გაფორმდება ეს შეთანხმება გრენლანდიასა და შეერთებულ შტატებს შორის, დანიასა და შეერთებულ შტატებს შორის. რა ვიცი, ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ერთადერთი დღეს რაც გაისმა კიდე და გახარებულები იყვნენ დანიელებიც და გრენლანდიელებიც, იმით რომ ტრამპმა თქვა არანაირი ძალადობრივი წართმევა და ასეთი მსგავსი რამ არ განხორციელდება, იმიტომ რომ ჩვენ პარტნიორების მიმართ ძალადობას არასდროს არ გამოვიყენებთ, ძალას არასდროს არ გამოვიყენებთ. ყველას გაუხარდა, თუმცა არ მახსოვს ვინ თქვა, დანიის მე მგონი რომელიღაც მინისტრმა თქვა, რომ კარგია ეს ყველაფერი, თუმცა ტრამპის ნათქვამიო ცოტა რთული გასაგები არისო, იმიტომ რომ ბევრჯერ იცვლება ხოლმეო რა, იტყვის და მერე თქვა სხვა რაღაცა ხდება, ასეთი რაღაცაც დაამატა. თუმცა მე მგონია, რომ ტრამპი მაინც თავის პოზიციას ბოლომდე დაიცავს და არ თავის პარტნიორზე ძალადობრივ შეღწევას არ მოახდენს, რაც ბუნებრივია ძალიან დადებითად აღიქმევა და კიდე ერთი საერთაშორისო ნორმის დარღვევა არ მოუწევს ამერიკას. კეთილი, კარგით, ამაზე პრინციპში გასაგებია ხო ჩვენთვის ყველასთვის და ახლა თქვენ კიდე კითხვა გქონდათ ვისთან უფრო მეტად უნდა ვიყოთ. იცით რა არის ასეთი გრადაცია, რომ ამასთან ნაკლებად უნდა მქონდეს ურთიერთობა და ამასთან მეტად უნდა მქონდეს ურთიერთობა, მე ვფიქრობ არასწორია და რატო აგიხსნით. მაგალითად რუსეთი არის ჩვენი მეზობელი. მეზობელს ყოველთვის ენიჭება უპირატესობა, ხო? იმიტომ რომ გინდა თუ არ გინდა ის შენი მეზობელი იქნება. ის ვერ გადავა ვერსად, ვერ ჩვენ ვერ გადახვალ ვერსად. ერთ სადარბაზოში როცა ცხოვრობთ, შეიძლება გაცვალოთ ბინა და გადახვიდეთ სხვაგან, მაგრამ როდესაც მეზობლად არის სხვა სახელმწიფო, ის ვერსად ვერ გადავა და შენც ვერსად ვერ გადახვალ. ესე იგი, მას ენიჭება სულ სხვა უპირატესობები, იმიტომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც თქვათ ოკეანის მიღმა არიან და ჩვენ მათთან ასეთი მჭიდრო ფიზიკური კავშირი არ აგვაქვს. თუმცა პოლიტიკური ურთიერთობა ყველასთან უნდა გქონდეს თანაბრად. პოლიტიკური ურთიერთობა, თანამშრომლობა, ეკონომიკური თანამშრომლობა უნდა შევეცადოთ, რომ ყველასთან გქონდეს თანაბარი. შეიძლება მეტი იყოს ექსპორტი, მაგალითად, მეტი იყოს რომელიმე ბაზარზე, იმიტომ რომ ის უფრო იტანს, აი თქვა რუსეთის ბაზარი უფრო მეტად იტანს დღევანდელ ჩვენს პროდუქციას, ვიდრე ევროპის ბაზარი, რომელიც უფრო მაღალ ხარისხს ითხოვს და იქ უფრო მეტი შევიტანოთ ვიდრე ევროპაში, აქ ეს ყველაფერი სავსებით ლოგიკურია, ხო? რატო შეგვაქვს უფრო მეტი პროდუქცია რუსეთში და არა ევროპის ქვეყნებში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთთან ჩვენ უფრო მეტი ურთიერთობა რადგან გვაქვს, იმიტომ შეგვაქვს. არა, აქ საუბარი არის უბრალოდ ხარისხზე. ევროპას სხვა ნორმები აქვს, რუსეთს სხვა ნორმები აქვს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთში უხარისხო პროდუქცია შეგვაქვს. არა, უბრალოდ იმას სხვა ნორმა აქვს, სხვა მოთხოვნები აქვს, ევროპას სხვა ნორმები აქვს და სხვა მოთხოვნები აქვს. ეს არის და ეს. და დღეს თუ იტანს რუსეთის ბაზარი უფრო მეტს, ბუნებრივია უფრო მეტ შევიტანთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური ურთიერთობა ჩვენ უნდა გქონდეს რუსეთთან უფრო მჭიდრო, ვიდრე ვთქვათ ევროპასთან ან ამერიკასთან ან რომელიმე სხვა
ქვეყანასთან. არა, ჩვენ უნდა დავალაგოთ პოლიტიკური ურთიერთობები ყველასთან, რაც შეიძლება მაღალ დონეზე. ყველასთან. რომელიმე ქვეყანა თუ ითხოვს იმას, რომ შენ რადგან რუსეთთან ხარ, მაშინ მე ვერ ვიქნები შენთან კარგ ურთიერთობაში, ასეთ ქვეყანასთან ჩვენ თამამად შეგვიძლია ურთიერთობები შევწყვეტოთ, იმიტომ რომ ულტიმატუმის სახით ბუნებრივია ჩვენ ვერ მივიღებთ ვერანაირ შემოთავაზებას. ეს არის მარტივი სპეკულაცია, პოლიტიკური სპეკულაცია და ულტიმატუმი, მაგრამ მე თქვენ გარწმუნებთ, რომ ასეთი სპეკულაცია და ულტიმატუმები არ არის და არ არსებობს. შეიძლება ცალკეულმა პიროვნებებმა, თუნდაც ლიდერებმა პირისპირ სადღაც რაღაცა თქვან, მაგრამ ოფიციალურად ამას ვერავინ ვერ მოითხოვს და რაც მთავარია, ქვეყანას ყოველთვის შეუძლია თქვას უარი. და ამის გამო, მე თქვენ გარწმუნებთ, ამის გამო არც სანქციებს დაგადებენ, მართლა არ შეწყვიტავენ შენთან ურთიერთობებს, იმიტომ რომ ეს არ არის ქვეყნის პოზიცია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება იყოს ცალკეული ლიდერების ან რაღაც ჯგუფის პოზიცია. აი, შეიცვალა, თქვა, საფრანგეთში შეიცვალა ხელისუფლება და მოვიდა მარინ ლე პენი. ხო შეიცვლება ურთიერთობა, ბუნებრივია შეიცვლება. შეიცვალა გერმანიაში ხელისუფლება, მოვიდნენ მემარჯვენეები, შეიცვლება ურთიერთობა, შეიცვლება. ანუ ეს ქვეყნის დამოკიდებულება კი არ არის, ეს არის კონკრეტული ხალხის და კონკრეტული ჯგუფის დამოკიდებულება, რომლის იგნორირებას თავისუფლად შეიძლება და ამით არ გაფუჭდება საერთაშორისო ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნებთან. ამას ვამბობ და როდესაც შენ თვითონ ცდილობ რომ იზოლაციაში მოაქციო ქვეყანა, ოღონდ რისთვის აკეთებ ამას? არა ქვეყნისთვის, არამედ პირადი ინტერესი გაქვს, ვინაიდან რაღაცა გაქვს ჩაფიქრებული და ამ გეგმას მიყვები, ეგ სულ სხვა სცენარია და არანაირი კავშირი არ აქვს ქვეყნის განვითარებასთან. დღეს ჩვენი ქვეყანა არის იზოლაციაში, ფაქტურად იზოლაციაში მოქცეული. ჩვენ არ გველაპარაკებიან, არსად არ გვეძახიან და მე ვეთანხმები მაყურებელს, რომ ეს ძალიან ცუდია. მე მაგალითად უფრო ყოველთვის გამეხარდება, შეიძლება მთავრობა არ მომწონდეს, მაგრამ მთავრობის წევრებს თუ სადმე დაუძახებენ, ყოველთვის გამეხარდება, იმიტომ რომ ესე იგი საქართველო მაინც არის წარმოდგენილი რომელიმე ფორუმზე თუ აი თუნდაც დაოსის შეხვედრაზე. ყოველთვის გამეხარდება, იმიტომ რომ სადაც რაც უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი საქართველოს სხვადასხვა პლატფორმებზე, მით უფრო ძლიერი იქნება ქვეყანა მიუხედავად იმისა, ვინ გეყოლება ხელისუფლებაში. მაგრამ როდესაც შენ ხელისუფლებაში ყავს ხალხი, რომელიც თვითონ აქცევს ქვეყანას იზოლაციაში, უკვე არც ვიცი, ამ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ. უკვე ვერ ვაბრალებთ ვერავის, რატო არ გვეძახით. ისინი გეუბნებიან, რომ თქვენ თვითონ ააშენეთ ეს კედელი და ჩვენ როგორ უნდა დაგიძახოთ. თქვენ აამაღლეთ კედელი, იმ სიმაღლეზე აიყვანეთ ეს კედელი, რომ უკვე ერთმანეთს ვეღარ ვხედავთ. ერთმანეთთან არ გვაქვს კონტაქტი და სად უნდა დაგიძახოთ. და ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. ზარია ეთერში, დიდხანს ვალოდინეთ. ზარია ეთერში შემოუშვი. მშვიდობისად, ბატონო გიორგი. საღამოშვიდობის. მე კარგი ახლა ტრამპთან და შეხო ამერიკას, გრენლანდიას, ქვეყნებს ყველას კი მაინტერესებს პირველი რა ხდება. პირველ რიგში მაინტერესებს ჩემი ბეთკული საქართველოს ჩვენა, როგორ უნდა უშველოთ ჩვენ თავს. ტრამპი ხო ხედავ ამერიკელები როგორ ცხოვრობენ, კიდე თავისას ცდილობს. ჩვენთან ვინ ცდილობს ამას? ამ კაცმა როგორ დაიწყო ივანიშვილმა, ჩვენ კარგად გვახსოვთ, მეორე გვეხოცებოდა ერთი წელი კიდე მასალეო. მე მგონი ეგ არავის არ დაავიწყდება. ყურა თალპირი ჩამოწიოდა ვაპატიეთ ეგ ამბავი. სოფელსაც მივხედა მამას არაფერი დავჭეთისე. მეორე ამბავი თუ შევხედავთ ევროპაში რა ხდება? რამის მაკრონის კაბინეტში შევიდნენ ტრაქტორები, ფერმერებს ვიყირან ქვეყანა, გინდა ესპანეთი, გინდა საფრანგეთი, დასავლეთის მეურნეობის გადიან ეგენი ყველაფერი. ფერმერებმა უკან დაახეინეს მაკრონს კიდე ბევრს. ჩვენ კიდე ქუჩაში დგომა არ შეგვიძლია თავისუფლად. სიგარეტი რომ მოდიო, აქ რატომ დგეხარ? აი სად ხდება?
როგორ დაგვაჭდა თავზე ეს პატრა მაიმუნი კაცი. როგორ დაგვაჭდა თავზე რომ ჩვენ სიგარეტი იქო დადგე, შენ მაგის მოღალ. ყავა ამას თავისი პუტოკი 5000, 10000 კაცი რომელსაც კაი ხელფასეთა უხდის, დანარჩენები მიგვაგდობდნენ. გლეხი ხო საერთოდ არ არსებობს. შენ უბრალო ხარ, ვინა ხარ, გლეხი ხარ. მაგრამ ამ გლეხს მყავს საჭმელი, სასმელი, რომელიც უნდა ივანიშვილსაც, პოლიტიკოსად, კოსმონავტად, მეცნიერსაც. ეს მოდის სოფელში. სოფლიდან დაეჭვა აღორძინება. ამ თაბარი გვაქვს, ყველაფერი გვაქვს, უფალს ყველაფერი მოუწია. და ივანიშვილი თუ არ მიგვიწეს, ეს კი არა, გული იშოვა მაგან 90-იან წლებში. რაღაცნაირად იშოვა. ეხლა რატო რაკეთებ საქმეს? რატო რაკეთებ? სოფლის მეომარი რატო რაღაცგინა რომ აქედან ჩვენ ლუკმაპური ჯამთელი თაობა აღზარდოს, საკონელი გავიჩინოთ. გავაგებოთ ყველაფერს სოფლის მე თუ ეხლა ვერ მოხდარ მინდორ ძვირიღის თქვა სტალიანკა. ხო შეიძლება საკონელი გავიჩინოთ. ძროხა გავიჩინოთ ღორი, ხვარი, აღდგეს ისტორიული მამაპაპური ყველაფერი. თები გაქვს, ყველაფერი გაქვს. ბალახს მიაქვს ქვეყანა. არ შეიძლება რომ ეს დავაყორდინოს. და მე ყველა მთავრობას მოუწოდებ, ვინც მოვა პირველ რიგში სოფლის მეურნეობას უნდა მიხედოთ. აქ დამაგრდება ხარ. ავსტრიაში როგორ არის? მწყემსობა არის პრივილეგირებული. 3000 ევრო აქვს მწყემს. ახალგაზრდა ბიჭები დადიან ხვარში, ძროხაში. ძროხის მწყემს კიდევ ყველგან ევროპაში. ჩვენ როგორ მართა? მარტო ვლაპარაკობ. ჩვენ ახლა არაფერს არ გეუბნებით, მაგრამ ესენ რაღაცებს გვატყუებენ. მთავრობაში ვინც გინდა მოვიდეს, სოფლის მეურნეობა თუ რაღაცა საქართველოს ყოველთვის დაღუპული იქნება. იმაზე ყველა უნდა ჭამა პირველ რიგში ყვება, რომ ბავშვები გამოვზავროს ძლიერები, კარგები. ჩვენი წინაპრები როგორ წერაკითხვა არის ოდენ, მაგრამ ხვალძროხა ყავდა, ადიოდნენ იოლას, მთები დაკავებული იყო, გინდა ფშავა, გინდა ქართლი, გინდა კახეთი. რა არის ახლა ჩვენ ამერიკასო ბალეშიკო, გინდა გრენლანდია, თავში ყავუხლია ტრამპ. გოლობოა და პუტინი. რა ვქნათ ახლა ჩვენ თავს უნდა მივხედოთ პირველ რიგში. ბატონო. აი ეგარ, ჩვენ თავს უნდა მივხედოთ ბატონო გიორგი როგორია გადავკეთ. ერთი მუჭაერი. კი ბატონო, ერთ წამით არ გახვიდეთ ეთერიდან. გრენლანდიაზე საუბარი დავიწყე, იმიტომ რომ მაყურებელმა მთხოვა, თქვენ თუ თავიდანვე გვისმენდით, ნახავდით რომ მაყურებელმა დარეკა და მთხოვა განმარტება გრენლანდიასთან დაკავშირებით და იმასთან რაც ხდებოდა დაოსის ფორუმზე. და ამიტომ ვისაუბრე ამდენი. თორე თავიდან ჩვენ საუბრობდით სოციალურ თემაზე ზოგადად და იმაზე რაც ხდება საქართველოში. ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით. მაგრამ არის კონკრეტული საკითხები, საერთაშორისო საკითხები, რომლებიც ირიბად მაინც გავლენას ახდენენ ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენ დრო და დრო ბუნებრივია უნდა შევეხოთ იმ საერთაშორისო საკითხებსაც. რაც შეეხება ახლა ეთერში ხართ, ხო? კი ბატონო. კი. რაც შეეხება ახლა სოფელს და აგრარულ თემას. აი მაგალითად, ჯერთი ამ თემაზე არაერთხელ გვისაუბრია და გვითქვამს, რომ თუ გლეხს არ დაეხმარე და ფეხზე არ დააყენე სოფელი, ბუნებრივია ქალაქი ყოველთვის მშიერი იქნება და ყოველთვის ვიქნებით ვიღაცის კმაყოფაზე, უნდა ან თურქეთიდან შემოვიტანოთ, ან ყაზახეთიდან რაღაც შემოვიტანოთ, რუსეთიდან და ასე შემდეგ. სასურსათო უსაფრთხოება საქართველოში არ არსებობს, აი პირდაპირ გეუბნებით. საზღვრები რო ჩაიკეტოს, ჩვენ ერთმანეთს ალბათ ერთმანეთის ჭამას დავიწყებთ. პროდუქციას არ ვაწარმო, დაახლოებით 20-25% ეწარმოება ადგილობრივი პროდუქცია. აი ძველი ბიჭები რო გამოდიან და რაღაცა ურჩვენ შეჭამენ ესე. კი ბატონო. ხო და ყოველწლიურად უარყოფითი სალდოთი ვამთავრებთ წელს. ანუ იმპორტზე, ისა ექსპორტზე გადის დაახლოებით 2-3 მილიარდის პროდუქცია, შემოდის დაახლოებით 6 მილიარდის პროდუქცია. ანუ სადღაც 6-7 მილიარდი, სადღაც 3-4 მილიარდი მინუსში ვართ სალდო. სალდო არის -3-4 მილიარდი. ესე ყოველწლიურად. და ისმის კითხვა, თუ ჩვენ უფრო მეტს მოვიხმართ, ვიდრე ვქმნით და ვიდრე ვყიდით. ხომ არ არის დრო რომ დავფიქრდეთ, რომ ხვალზე რამე რომ მოხდეს, როგორ უნდა შევინახოთ საკუთარი თავი. მაგრამ ამაზე ფიქრობს
ის ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს ქვეყანაზე და ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი კომფორტით არის დაკავებული და მოჩვენებითი რაღაც სპექტაკლების დადგმებით, რომ თითქოს ვიღაცას იჭერენ, კორუფციას ებრძვიან, იქ მაღაზიებში შედიან, ვითომ ფასებს ებრძვიან და ასე შემდეგ. ასეთი ხელისუფლება ბუნებრივია არ არის დაინტერესებული იმით, რომ რაღაც დოვლათის შექმნას, რაღაც შემოსავალი შექმნას. ბატონო გიორგი, ისინი გლეხზე იფიქრებენ, გინდა ზარქუა, გინდა ვიღაცები, საიდან მოვიდნენ ეგეთი? საიდან მოვიდნენ პარლამენტში? ვინ არიან ეგეთი საერთოდ? და თქვენ პარლამენტში არ უნდა იყვეთ? თქვენი დამსახურებით არის ეგენო პარლამენტში ზიან, მე კარგად ვიცი, პატარა ბიჭი არა ვარ. მე ახლა და აქედან ნიჩბის ხეობიდან გირეკავს, ბატონო. არაფერი არაფერს ამათი გაკეთებული არაფერი არ ვარგა. არაფერი არ ვარგა. ბოძი ჩასვამე, უნდა გადაიწეხოს მეოთხე წყალი გაფუჭდება, გაუბედურებულია სისტემა ყველაფერი. ახლო რაიონიდან ვარ. ეს არის არაფერში არ ვარგანა. თავისი კუტოკი ამას უნიშნავს ხელფასი 40,000 ლარია საგანელიძე. რაღაცა მითო რაღაცა ფონდის უბროსია. ვინ არის საგანელიძე 40 ეს ხო ბიუჯეტიდან გადის. და შენ გიმატებს 25 ლარ, 45 ლარ. ესენი მოსაშორებლები არიან. მე მინდა გავაგრძელო. დიდი ხარია, ჩვენ ძალიან დიდი ხარია უთმენ, 14 წელიწადია უთმენ. დიდი პატარა ფეხზე უნდა დაუდგეთ, ესეთი მოვიშოროთ და ნორმალური მთავრობა მოვიდეს. თავი ჯიბეზე კი არ იფიქროს. იფიქროს ხალხზე, გლეხობაზე. რომ ესენი რომელშორდებიან სწავლეს. მე რა ამათი შვილები და შვილიშვილები არ დარჩებიან აქ. ხო დარჩებიან. როგორი სახელით უნდა წავიდნენ ესენი? ხო. კი ბატონო, მე ამათ ხო არ გონეს თუ იქნებიან ესე, ვერ იქნებიან, თუ ვერა. გასაგებია, თქვენის ნებართვით გავაგრძელებ კონკრეტულად ქვეყნის განვითარების პროგრამას, როგორ ვხედავთ ქვეყნის განვითარებას და რატომ გვარწმუნებთ? მე ბატონო გიორგი, ვხედავ სოფლის მეურნეობის აღორძინების და ვხედავ, კი, ბატონი ქარხანამოურავი გამოდის, კაი ციფრული ტექნოლოგიები, კაი პროგრამებია, ყველაფერი, მაგრამ თავი მაინც არის სოფელი, სოფ ყველას უნდა ყვება, მეცნიერსაც, კოსმონავტსაც. კი ბატონო, ეს ერთი მეორეს სოფელი უნდა კონდეს მაგარი. ერთი მეორეს ხელს არ უშლის ციფრული ტექნოლოგია. ახლა მე მაგალითს მოგიყვანთ, ირლანდია ავიღოთ. სამხრეთ ირლანდია ავიღოთ. მისი ტერიტორია ფაქტიურად უტოლდება საქართველოს ტერიტორიას. ანუ 70,000 რაღაცა არის და ჩვენი არის 70,000-მდე ჩვენია, ხო? მაგრამ მოსახლეობის კუთხით 5,600,000 კაცი ცხოვრობს ირლანდიაში. ანუ ბევრად არ არიან ჩვენზე მეტნი, ხო? ანუ გვესმის, ბევრად ჩვენზე მეტი არ არის. მაგრამ რაც შეეხება ქვეყნის განვითარებას, წარმოიდგინეთ, რომ იმ მოსახლეობაზე 140 ფერმა არსებობს, 140,000 ფერმა არსებობს ქვეყანაში. ფერმა, რომლის საშუალო სიდიდე არის 30 ჰექტარი. აი წარმოიდგინეთ, 140,000 ფერმა. ქვეყანამ განავითარა სასოფლო სამეურნეო მიმართულება განვითარებული აქვს, აგრარული თემატიკა თავიდან ბოლომდე ათვისებული აქვს, იქ თევზ ჭერით არიან დაკავებულები და რაც მთავარია, აი უყურეთ, ერთი მე ვთქვი, რომ ერთი მეორეს არ უშლის ხელს. ცალკე თემაა, რომ სასოფლო სამეურნეო მიმართულებაა განვითარებული და ცალკე თემაა, რომ IT ტექნოლოგიებია განვითარებული. გესმით? ერთი მეორეს ხელს არ უშლის და ქვეყანა არის განვითარებული. ისმის კითხვა, რატო არ შეიძლება, რომ ჩვენთანაც ანალოგიური გაკეთდეს, ხო? რატო არ შეიძლება? ჩვენ გვასწავლიან ასეთ რამეს, რომ თუ ქვეყანა არ ვითარდება, მხოლოდ და მხოლოდ რამოდენიმე მიზეზი არსებობს. ან ხელისუფლებამ უბრალოდ უცოდინარი ხელისუფლება არ იცის როგორ განავითაროს ეს ქვეყანა და ამიტომ არ ვითარდება, ან ხელისუფლება შეგნებულად არ ავითარებს, იმიტომ რომ მას არ ჭირდება წინააღმდეგ შემთხვევაში თუ განვითარდა ის კონტროლს დაკარგავს და კონტროლის დაკარგვის შემთხვევაში შეიძლება მეორედ ვეღარ დატოვონ ასეთი ხელისუფლება ვეღარ დარჩეს ხელისუფლებაში, ხო? ამის გამო და მესამე არის კორუფცია, რომელსაც ებრძვის ვითომ ხელისუფლება, მაგრამ ვერ ერევა. მე თუ მკითხავთ,
არ არსებობს ისეთი კორუფცია, რომელსაც ხელისუფლება ებრძვის და ვერ ერევა. თუ ხელისუფლებას რეალურად უნდა რომ კორუფცია აღმოფხვრას თავის ქვეყანაში, არ არსებობს ასეთი კორუფცია, რომელსაც ის ვერ მოერევა. ანალოგიურად არ არსებობს ისეთი წამლის ეგრეთ წოდებული ბარიგები არ არსებობენ, რომლებიც იმუშავებენ ისე, რომ ხელისუფლებამ არ იცოდეს, რომ ისინი არსებობენ და ისინი ყიდიან წამალს. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა კითხვა იბადება, ხო? თუ ნარკომანმა გაიგო, რომ არსებობს ბარიგა და იმასთან მიდის ყიდულობს. ნარკომანის მეზობელმაც გაიგო, როგორ ჩვენმა სპეცსამსახურმა არ იცის, ვერ გაიგო? ამ ბოლო პერიოდში იყო ორი შემთხვევა იყო, ხო, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამოიღო ძალიან დიდი რაოდენობა ნარკოტიკების. გასაგებია, რომ ამოიღეთ ძალიან კარგია, მაგრამ დღესაც ხალხი ხო იკეთებს წამალს. ქუჩაშიც რომ დადიხარ, რამოდენიმე კაცი შემხვდა, აშკარად თვალი არ იყო. ან მოწეულში იყო, ძალიან მაგარ მოწეულში, ან წამალი ქონდა გაკეთებული. დღესაც ხომ ვიცით, რომ ხალხი იკეთებს წამალს. მეზობლებმა იციან, რომ მეზობელი ყავთ ნარკომანი და საიდანღაც შოულობს წამალს და ყველა მიცის, როგორ შეიძლება ეხლა შენ მართლა გინდოდეს გამოუცხადო ბრძოლა ნარკობარონებს თუ ნარკორეალიზატორებს და ვერ მოერიო, ესე იგი სუსტი სახელმწიფო ხარ. ან არ გსურს, რომ მართლა ყველა ეგრეთ წოდებული ბარიგა დააკავო, იმიტომ რომ ჯერ კიდე შევარდნაძის პერიოდიდან ვიცით ჩვენ ეს კარგად, სახელმწიფოს ჰქონდა ინტერესი წამლის გაყიდვაში, წამლის ტრანზიტში, ვიცით ჩვენ ეს ყველაფერი. სააკაშვილის პერიოდშიც ხდებოდა ესეც ვიცით და დღესაც სავარაუდოდ ხდება, რადგან არსებობს წამლის ბარიგა, რადგან იყიდება წამალი, ალბათ დღესაც აქვს სახელმწიფოს რაღაც ინტერესი. აი, როდესაც სახელმწიფო და ხელისუფლება ჩათვლის, რომ ჩვენ არა გვაქვს ინტერესი და მართლა უცხადებთ ბრძოლას კონკრეტულ რაღაც მიმართულებას, იქ შანსი არ აქვს არავის და ვერ მოერევა ვერავინ სახელმწიფოს. ვერ მოერევა. მაგრამ დღეს სახელმწიფო ხალხს ებრძვის, ხალხს ერევა და იმ კონკრეტულ საკითხებს, რომლის წინააღმდეგაც გამოდის მოსახლეობა, იმასთან ბრძოლა არ უნდა, იმიტომ რომ ხელისუფლების ინტერესებში შედის. აი, მე მოვიყვანე ახლა ირლანდიის მაგალითი, შემიძლია ისლანდიის მაგალითი მოვიყვანო. ისლანდია კი არის კუნძული დაახლოებით 113,000 კვადრატული, ანუ ჩვენზე მეტია, მაგრამ მოსახლეობა არის 400,000 კაცამდე. და როგორ შეიძლება ის ჩვენზე უკეთესად ცხოვრობდეს? და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მესამე ადგილი უკავია ყველაზე კარგი ცხოვრების მაჩვენებლით. როგორ, რანაირად? ისმის კითხვა, რანაირად? 400,000 კაცი ცხოვრობს კუნძულზე და რა რესურსი აქვს იმ კუნძულს? დამიჯერეთ, საქართველოს გაცილებით უფრო დიდი რესურსი აქვს ყველა მხრივ. შეიძლება ეხლა იქ ატლანტიკური ოკეანეა და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანეა და სხვა, ანუ თევზჭერით არიან დაკავებულები და ესეთ თევზი თქვათ, აქ შავ ზღვაში არ მოდის, მაგრამ თევზით კი არ არიან, მხოლოდ დაკავებულები. იმათმა განავითარეს, ზუსტად ფერმებით განავითარეს, IT ტექნოლოგიებით განავითარეს. 400,000 კაცი ცხოვრობს, ბიუჯეტი აქვს ჩვენნაირი, ჩვენ ქვეყანას რო აქვს ბიუჯეტი, ისეთი ბიუჯეტი აქვს იმათ. რანაირად? იმიტომ რომ ხელისუფლებაში რომ მოდის პოლიტიკური ძალა, იცის იმ ძალამ, რომ არის დროებითი და მათი ამოცანა არის ააღორძინოს, ააყვაოს ქვეყანა იმ პერიოდში, რა პერიოდიც უწევთ ხელისუფლებაში ყოფნა. და თუ ამას არ გააკეთებენ, მეორედ არავინ არ აირჩევს, შეიძლება დააკავონ კიდევაც და ციხეში ჩასვან. აი, როგორც თავის დროზე საფრანგეთში ყოფილი პრეზიდენტი ჩასვეს მაგალითად. იმას სხვა პრობლემები ქონდა, მაგრამ არ ერიდებიან. ჩასვავენ ციხეში. მეორედ პოლიტიკას საერთოდ არ გააკარებენ. და ჩვენთან ისეთი ქვეყანაა, აი ჩვენი საქართველო ისეთი ქვეყანაა დალუცვილი. თითქმის
მენდელეევის ტაბულა სრულად გვაქვს და რაც მთავარია, დამიჯერეთ სულ მალე, აი ამას მარტო მე არ ვამბობ, ექსპერტები ამბობენ. სულ მალე, ნუ ეხლა არ ვამბობ, რომ 1 წელიწადში, 2 წელიწადში, მაგრამ 20 წელიწადში, 30 წელიწადში წყალს უფრო დიდი ფასი ექნება, ვიდრე ნავთობს. და ჩვენ არ ვცდილობთ, რომ წყლის ბიზნესი ისე განვავითაროთ, რომ თუნდაც მარტო წყლის ექსპორტმა 20% მაინც რო შეავსოს ჩვენი ბიუჯეტის. თუმცა, კარგად რომ დავფიქრდეთ, რომ გავიაზროთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება, დამიჯერეთ გავაკეთებთ. აი ის IT ტექნოლოგიები, რაზედაც საუბრობს ბატონი დავითი, ამის გაკეთებას არაფერი არ უნდა. ფული უნდა ჩაიდოს ამ სფეროში. უნდა მოიძებნოს რამოდენიმე ათეული ან ასეული ადამიანები უნდა მოიძებნოს, ასეთები, ვისაც ესმის ბუნებრივია. უნდა დასვა, უნდა აკეთებინო, სხვადასხვა პროგრამები აწერინო, ისინი მუშაობენ ამ კუთხით. აგრარული თემა, ცალკე მიმართულება, რომელსაც დახმარება ჭირდება. ირლანდიაზე რომ საუბრობდი, იქ სახელმწიფო დოტაციაზე, დღესაც კი სახელმწიფო დოტაციაზეა, იმიტომ რომ იმდენად მნიშვნელოვანი მიმართულებაა და სფერო ქვეყნისთვის, რომ სახელმწიფო არ აძლევს იმის საშუალებას, რომ რომელიმე ფერმა დახუროს. ჩვენთან პირიქით, ჩვენთან გეუნებიან. კი ბატონო, ნუ თუ ეხლა ვერ ყიდი, მე რა გიყო ეხლა, მე ვერ დაგეხმარები. აიღებ ბანკში ვალი, სესხი. იღებს სესხს ბანკში. და ბანკში სესხს რო აიღებს და ამ დროს აქ სახელმწიფო რეალიზაციაში არ ეხმარება. რა მოხდება? გაკოტრდება. და რამდენი გაკოტრდა? და დღეს რას ვხედავთ ჩვენ? ბრაზილიიდან შემოდის ხორცი, არგენტინიდან შემოდის ხორცი, რუსეთიდან შემოდის ხორცი. და რაღაცა მცირე რაოდენობა ქართული ადგილობრივი ხორცი ხდება. ხვალზე საზღვრები რო გადაიკეტოს, ის ადგილობრივი ვის ეყოფა? არავის. ამაზე სამწუხაროდ ხელისუფლებას არ უნდა რომ იფიქროს. იმიტომ რომ მისი ინტერესი ეს მიმართულება არ არის. რა ინტერესიც არის, ჩემზე უკეთესად თქვენ ხვდებით. კეთილი, კარგით. ჩვენი დრო დღეს ამოიწურა. დღეს დაგემშვიდობებით, მე თქვენ შეგხვდებით ორშაბათს. ვიქნებით თქვენთან ერთად 8:30-დან 10:30-მდე, 2 ნაწილი გვექნება. ეხლა კი დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.